არის გამორიცხული საომარი ვითარება განაცხადა. ესკალაცია შეიძლება დაიწყოს ეუცოს გასვლის შემთხვევაში. ესკალაცია ეუცოს დაყოფის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, მაგრამ მე ვახსენე. გასულისგებლობის განაწილება ხდება. ეუცოს მისია საქართველოში 1992 წელს შეიქმნა. მისიის მანდატი თავდაპირველად ქართულ და სამხრეთესურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. მოგვიანებით მანდატი გაფართოვდა და ის ადამიანის უფლებებს, მისიის თავისუფლებას და ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროებსაც მოიცავდა. ეუცოს მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო რუსეთმა პირველად 2008 წლის 22 დეკემბერს დაადო. მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან. ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. შეიქმნა სათანადო პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის ის სამი მოთხოვნა, რომელიც გასულ წელს დაშლილ ოპოზიციას ამჯერად თემატურად გააერთიანებს. საერთო მოთხოვნებზე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ ამ დოკუმენტს ზურაბ ნოღაიდელის პარტიის გარდა დაახლოებით 10 დღეში ხელს მოაწერს 10 პოლიტიკური სუბიექტი. გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების შემდეგ საერთო მოთხოვნებით შედგენილი დოკუმენტის შესახებ ოფიციალური პოზიცია დღეს ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსმა დააფიქსირა. ყველა ოპოზიციური ძალის საერთო მოთხოვნაა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა საკავებული თანამდებობიდან. ამასთანავე უმოკლეს ვადებში სათანადო საარჩევნო გარემოს შექმნა, რათა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიცია შეთანხმდა თავარზე, რასაც ქვია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა საკავებული თანამდებობიდან. შეიძლება ისმის ხოლმე კითხვა, აქვს თუ არა ოპოზიციურ პარტიებს და გააჩნიათ თუ არა ანტიკრიზისული გეგმა, კრიზისის დაძლევის გეგმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კრიზისის დაძლევის აუცილებელი, მაგრამ რა თქმა უნდა არასაკმარისი პირობაა სააკაშვილის გადადგომა. რადგან თავად სააკაშვილი არის ამ კრიზისის მთავარი წყარო. პრეზიდენტის გადადგომის ვადამდელი არჩევნების და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლის მასშტაბები დიდ ქალაქებს უნდა გასცეს და მთელი საქართველო მოიცავს. აცხადებენ კონსერვატიული პარტიის ლიდერები, რომლებმაც დღეს საკუთარი პარტიის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელები ბაზალეთში შეკრიბეს და დახურულ კასინოზმა დავალებები მისცეს. დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიცით ახალ რეჟიმში მუშაობას და ამ რეჟიმმა უნდა მიიყვანოს ქვეყანა ახალ საარჩევნო სიტუაციამდე და მიხეილ სააკაშვილის გარეშე, მისი დანაშაულებრივი გუნდის გარეშე საქართველოს უნდა მივცეთ ცხოვრების საშუალება. ჩვენ ვართ ვალდებულები ყველა რაიონში, ყველა რეგიონში, ყველა ქუჩაზე, ყველა სოფელში, ყველა დასახლებაში, ყველა ადგილას გაიშალოს ახალი პოლიტიკური აქტიურობა და გაიშალოს ახალი პოლიტიკური პირების ჩართვით და ძალის ჩართვით უკვე საპროტესტო მოძრაობა. კახაკუყავა სამი ძირითადი მოთხოვნის გარდა გამოდის ინიციატივით, რომლის საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი სახელწოდებით ქართველი ხალხის სააკაშვილის წინააღმდეგ. საკითხი არ დგას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგეს, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა იცხოვროს მერეც სტალინეთის რეზიდენციაში. ჩვენი პარტია დღეს აყენებს ოფიციალურად ინიციატივას, რასაც მე დარწმუნებული ვარ, რომ მოყვება ჩვენი საზოგადოების ძალიან ფართო ფენების მხარდაჭერა, რომ დღეიდან დაიწყოს მიხეილ სააკაშვილის საბრალდებო დასმის შედგენა და დაიწყოს მზადება ისტორიული პროცესისათვის, რასაც უნდა მოყვეს იმ ადამიანების გასამართლება საჯაროდ, ვინც საქართველოს მიიყვანა ამ კოლაფსამდე, ვინც საქართველოს მიიყვანა ტერიტორიების დაკარგვამდე, შიდა დაქცექსულობამდე, არჩევნების გაყალბებამდე და ჩვენი ქვეყნის დაქცექსულობამდე. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მორიგი გაერთიანება სერიოზული შედეგის მომტანი ვერ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, დღეს ჯანსაღი ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე ფიქრობს და არა პრეზიდენტის გადადგომაზე. ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, ვერ ასვენდეს, ვერ გახდება ერთიანი, ეს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ არ გვიქნება, ძალიანაც მოგინდოდეს და არ მოხდება. ეს იქნება ხელოვნური გაერთიანება, რაღაც ერთი მოკლე მიზნისთვის, რომელსაც როგორც კი შესრულება, ასე კი არ უწერია, თუნდაც იშლება. ეს თავად განაცხადეს ოპოზიციას არ მოგვიამსწრია არ ვამბობ. ეს ხო ჩვენი წინასწარმეტყველება, რომელიც ახლაც ვფიქრობ, რომ ეს იქნება რაღაც ძალიან ხელოვნური გაერთიანება, რომელშიც ყველა არ მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ოპოზიციის შეგნებულ ნაწილს მიაჩნია, რომ ალბათ ქვეყანაში უფრო მშვიდად კონსტიტუციური ვადებში და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით წარმართოს
პოლიტიკური ბრძოლა. ოპოზიციურ პარტიებში კი სიდა სამუშაოები უკვე დაიწყო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ პროცესს რამდენიმე დღეში შეუერთდება გაეროში ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია. მემარჯვენეების ლიდერის განცხადებით ალასანიამ პოლიტიკური ნაბიჯები გააჭიანურა, თუმცა ის კვლავ რჩება მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელებისათვის სასურველ პარტნიორად. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნა გააცნო. პარტიის ლიდერის განცხადებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ბევრი საშინაო და საგარეო შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები და საფრთხე შეექმნა დემოკრატიას. ნათელაშვილის თქმით, მეგობარი ქვეყნების მეთაურები უნდა იყვნენ ინფორმირებული, თუ რა ბრალდებებს უყენებს პრეზიდენტ შრომის პარტია. მისივე თქმით, არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის მოსახლეობა არ დაუშვებდა, რომ ქვეყანას მსგავსი მმართველი ყოლოდა, ამიტომ მათ ურჩევნიათ პრეზიდენტმა თანამდებობა მშვიდობიანი გზით დატოვოს და არა საპროტესტო გამოსვლების შედეგად. ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადავეცით პრეზიდენტ სააკაშვილის გადასაყენებლად გამზადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი, რომელიც დავა მათი ქვეყნების მთავრობებამდე და იქნებიან ისინი საქმის გულში კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, თუ რა სამართლებრივ კოლეგა და პარტნიორი ყავს მათ საქართველოს პრეზიდენტის სახით. თუმცა ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენ გაიხსნა შევიტანოთ პარლამენტში ხელმოწერისა და განხილვისათვის და ველოდებით ეთერიდან პასუხს როგორც უბრალოდობიდან ასევე ოპოზიციიდან და ალბათ უახლოესებში შევეტანოთ. სტრატეგი პეიჯის მიერ გამოქვეყნებულ 2008 წლის მსოფლიოს სამხედრო რეიტინგში საქართველოს 94 ადგილზე გადაინაცვლა. კვლევისას აქცენტები სახმელეთო ჯარების და ავიაციის ბაზებზე გაკეთდა. საქართველოზე ორჯერ ნაკლები სამხედრო ხარჯების მქონე სომხეთი რეიტინგში 62 ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი 93-ზე გავიდა. მსოფლიოს არმიების ბრძოლის უნარიანობის შესახებ რეიტინგებს სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრები ამუშავებენ, თუმცა ერთ-ერთ ავტორიტეტულად ეგრეთ წოდებული სტრატეგი პეიჯის რეიტინგი ითვლება. რეიტინგი არმიებს ორი ძირითადი მაჩვენებლით აჯგუფებს: კომპლექსური სახმელეთო ცეცხლის ძალა და ავიაციის ბაზები. ეს არის სახელმწიფოს საბრძოლო შესაძლებლობების ჯამი, რომელშიც იკრიბება ისეთი პარამეტრები, როგორიცაა პირადი შემადგენლობა და ტექნიკის ოდენობა, ტექნიკის მახასიათებლები და ასე შემდეგ. მსოფლიოს სამხედრო რეიტინგში საქართველოს 94 ადგილზე ყოფნა მოულოდნელი არ ყოფილა ექსპერტთა ერთი ნაწილისთვის. კოპალი კლიკაზე თქმით, სამხედრო კუთხით ყველა ომის შემდეგ დამარცხებული ქვეყნის რეიტინგი რადიკალურად იცვლება. სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ